ამ წუთებში თბილისის მთავრობის ხდომა იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ კახა კალაძეს. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებ საკითხების განხილვას, მინდა ინფორმაციის სახით რამოდენიმე თემას შევეხო და უთხრა დედაქალაქის მოსახლეობას. კონკრეტულად მინდა დავიწყო ინფრასტრუქტურული პროექტებით. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას. მე ბევრჯერ მithქვამს და არ ვერიდები იმას, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად, სადაც ვიწყებთ ქუჩების და გამზირების განახლებას, რა თქმა უნდა, პირველი კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გუშინ მაგალითად ვიმყოფებოდით ერთ-ერთ ქუჩაზე, აწყურის ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაცია განახლება მიმდინარეობს და პირველი რითაც ვიწყებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება და განახლება. მინდა ინფორმაციის სახით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო რამდენიმე ინფორმაცია. როგორც იცით, ჩვენ გეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელიც თვითონ გზა არის ამორტიზირებული მძიმე მდგომარეობაში, ხშირია დაზიანებები, ხშირია გზის ჩავარდნის შემთხვევები, იმის გამო რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა რომ სრულად დავამთავროთ. აქაც პირველი რასაც გავაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება, მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შიშუმო პირთათვის, ახალი განათების ბოძებით, თავისი ლედსანათებით, მიწისქვეშა ურნები იქნება, ნარჩენების ურნები განთავსებული. ანუ მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა ადაპტირებული ასევე შიშუმო პირთათვის. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშაოები დამთავრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, გეგმავთ ასევე არსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის და ამ სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე იქნება ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება. გვინდა რომ არა მხოლოდ ფასადებით მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა ნაგებობები, რომელიც მდებარეობს ამ გამზირზე. გარდა ამისა, ვაკის რაიონში კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. ეს არის კაკუცა ჩოლოყაშვილის გამზირი და გიორგი წერეთლის ქუჩა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვით ინფორმაციას, აქაც რა თქმა უნდა ფუნდამენტური სამუშაოები იქნება ჩატარებული და ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ზაფხულის ბოლომდე მთლიანად დასრულებული იქნება აღნიშნული პროექტები. ამასთანავე გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება სამგორის რაიონში ორი მიმდინარე პროექტი, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ, გახოკიძის ქუჩისა და ემირ ბურჯანოძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც რა თქმა უნდა საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტებიც გვაქვს გმირთა მოედანზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის გაფართოვება, განახლება, რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩვენ იცით, რომ გამოვისყიდეთ იქ არსებული ბენზინგასამართი სადგურები, სხვადასხვა კერძო საკუთრებები იმისთვის, რომ არსებული კვანძი მოვაწესრიგოთ და გავზარდოთ გამტარ უნარიანობა. ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილზე რესტორანი კაკლების მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოს ბოლომდე დასრულდება და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება ყველანაირად უსაფრთხო იქნება. მიმდინარეობს ამ წუთებში მიმდინარეობს აღნიშნული ფერდის დატერასება, შემდეგ უკვე დაიწყება ხიმინჯების გაკეთება. რამდენი ხიმინჯი ჭირდება აღნიშნულ ფერდს?
70-მდე ხიმინჯი გაკეთდება პროექტის სახით და რა თქმა უნდა ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. წელს კიდევ ერთი უნიშნელოვანესი პროექტი დასრულდება, ეს გახლავთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და საბოლოოდ მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე იქნება დამთავრებული. ეს გვირაბი არის ახალი ხიდი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ბაგებს და საბურთალოს, რომელიც აკავშირებს ამ ხიდის გამოყენებით. შესაძლებელი იქნება პირდაპირ მოვხვდეთ ქავთარაძის ქუჩაზე და შემდეგ გადავიდეთ ვაჟაზე და ასე შემდეგ. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ნაკადების გადამისამართება მოვახდინოთ და კვანძები განიტვირთოს. უნივერსიტეტის ქუჩა საკმაოდ დატვირთული არის და რა თქმა უნდა მოგცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული ქუჩა განიტვირთოს. ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მივაწოდო ინფორმაცია დედაქალაქის მოსახლეობას. თბილსერვის ჯგუფს აქვს ახალი მომსახურება, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ხელშეუწყობს ადამიანებს, კონკრეტულ ოჯახებს. მაგალითად, თუ გჭირდებათ სამშენებლო სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის ნივთების, ასევე მწვანე ნარჩენების გატანა, შეგიძლია ისარგებლოთ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ოჯახს შეუძლია ისარგებლოს ახალი სერვისით. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე tg-service.g და შეავსოთ მონაცემები, არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს წითელ ხაზებში ან თბილისური ეზოს შემთხვევაში მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და თბილსერვის ჯგუფი 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. 1 კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური იქნება მხოლოდ და მხოლოდ 9 ლარი. მომსახურების მიღება შესაძლებელია ასევე ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე. უბრალოდ ვებგვერდი ფიქრობთ ნებისმიერ ადამიანს გაუმარტივებს ყველაფერს, არ არის აუცილებელი მერიაში მოსვლა, წერილის დაწერა ან თბილსერვის ჯგუფში მისვლა და იქ წერილის დაწერა. დისტანციურად არის შესაძლებელი ამ სერვისის მიღება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ, მიაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულ თქვენს საკითხთან დაკავშირებით, მისამართი, ასე შემდეგ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მთავრობის ცდომის შემდეგ კიდევ უფრო განმარტოთ თემა და ასევე ცხელი ხაზთან დაკავშირებით გააკეთოთ უფრო მეტი განმარტებები. ეს სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული, კომერციული არ არის. მომსახურება მიზნად ისახავს მოსახლეობას გაუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. ალბათ თქვენც ხართ მომსწრენი, რომ თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება ყველა უბანში და ყველა რაიონში შეხვდეთ ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების უბნები, სადაც არის განთავსებული. ხშირია რომ მოსახლეობას მაგალითად ჩამოაქვს რაღაცა კარადა, რაღაცა საბურავები, შეიძლება იყოს ავეჯის სხვადასხვა სახეობა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ გთავაზობთ ამ სერვისს, ჩემო მეგობრებო, რაც უფრო კომფორტულია და ერთად გაუფრთხილდეთ, ერთად მოუაროთ ჩვენს ქალაქს, ჩვენ ყველანაირად ხელშეგიწყობთ და დაგეხმარებით ამ ყველაფერში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პროექტებზე, რა თქმა უნდა, გამგეობები აქტიურად არის ჩართული და ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ეს არის ახალი გზები, ქუჩების რეაბილიტაცია, მოწესრიგება, საუბნო ქუჩების მოწესრიგება, სკვერების რეაბილიტაცია, განახლება, კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება და ასე შემდეგ. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გლდანის რაიონის გამგეობამ დაიწყო კიდევ ერთი პროექტის განხორციელება, კონკრეტულად მეოთხე მიკრორაიონის ნომერ 100-112 კორპუსებთან. ეს არის რეკრეაციული სივრცის მოწყობა, საუბარი არის 1 ჰექტრამდე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობასთან შეთანხმებით აღნიშნულ ტერიტორიაზე იხსნება უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები, რომელიც რა თქმა უნდა სრულად იქნება კეთილმოწყობილი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ის რაც გაკეთდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ინფრასტრუქტურას გამოიყენებთ თქვენი შვილები, ვინც ცხოვრობს კონკრეტულად
ამ ადგილზე მოეწყობა ძალიან მაგარი დასასვენებელი პარკი, ყველანაირად ის რაც გვაქვს დამოკიდებულება, როდესაც ვახორციელებთ ამ ტიპის პროექტებს, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ცალკე გასართობი იქნება, სასეირნო ბილიკები, ახალი ხემცენარეები დაირგვება, მოსასვენებელი ფანჩატურები გაკეთდება, ყველანაირი სივრცე იქნება იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განითვირთოს, ივარჯიშოს და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, იმიტომ ხშირია შემთხვევები. უსმენდით კახა კალაძეს. სისხლის სამართლის